გვიან კვირას საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ მან ირანთან შეთანხმებას მიაღწია ომის დასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ და აღფრთოვანებული. შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. ჩვენ ირანთან ძალიან კარგი ურთიერთკავშირი გქონდა. ეხლა იქ სხვა ლიდერები არიან. ეხლავე ბევრი კარგი რამ მოხდება ახლო აღმოსავლეთში. ამ შეთანხმებამ უკვე გამოიწვია მწვავე დებატები ისრაელში და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის, არამედ თითქმის მთელ ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში. არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებამ შეიძლება შეამციროს დაუყოვნებელი დაძაბულობა, ის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოუგვარებლად ტოვებს. ირანის ბირთვული ამბიციები კვლავ უცვლელია და საეჭვოა მომავალში ეს საკითხი გადაწყდეს. და მათი პროქსი ქსელი, ის საცეცები, რომლებიც ისრაელს აკრავს, არ დაშლილა და შეთანხმების ნაწილი არ არის. ეს ის შეთანხმება არ არის, რომელსაც ისრაელის უმეტესობა დაწერდა. ამავე დროს შეუძლებელია ამ მომენტის განხილვა უფრო ფართო სტრატეგიული სურათის გარეშე. 3 წლის წინაც კი 7 ოქტომბრის შემდეგ ბევრს ჯეროდა, რომ ისრაელის შეკავების უნარი სრულიად ჩამოიშალა. მაგრამ მას შემდეგ ისრაელმა 7 ფრონტზე იბრძოლა და ასუსტა ირანის რეგიონული ქსელი. პირდაპირ დაარტყა ირანის აქტივებს და კვლავ დაამკვიდრა თავი როგორც სამხედრო დომინანტმა ძალამ ახლო აღმოსავლეთში. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ტრამპთან იმუშავა ისე, როგორც არც ერთი ისრაელ პრემიერ-მინისტრს აქამდე არ უმუშავია, რითაც იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის უპრეცედენტო სტრატეგიული თანამშრომლობა შექმნა. შედეგად მივიღეთ რეგიონული ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრს ცოტა ხნის წინ შეუძლებლად მიაჩნდა. პენტაგონის უახლეს შეფასებებში ისრაელი ამერიკის სამაგალითო მოკავშირედ არის მოხსენიებული. ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც პენტაგონისგან ეს აღიარება მიიღო. ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს როგორც შესაძლებლობა, ასევე სურვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად. თუმცა წარმატება არ გამორიცხავს პოლიტიკურ დებატებს, განსაკუთრებით კი ისრაელში. კვირას საღამოს ხელმოწერილი შეთანხმება მკისიერად იქცა ცენტრალურ პოლიტიკურ საკითხად. ისრაელში კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ისრაელს უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია. სხვები მიუთითებენ ცნობებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის დაძაბულობის შესახებ. და რადგან არჩევნები სავარაუდოდ ახლოვდება, ბევრი ის არგუმენტი, რომელსაც დღეს ვისმენთ, სავარაუდოდ გახდება მთავარი თემა მომავალ პოლიტიკურ ბრძოლებში. კვირას ბეირუთში ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ ჰეზბოლას უფროსი მეთაურის წინააღმდეგ შესაძლოა საკუთარი გზავნილი გააგზავნა. დიპლომატიური მოვლენების მიუხედავად, ისრაელი აპირებს შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება, როდესაც მისი უსაფრთხოება საფრთხეშია. იმის გასაგებად, თუ როგორ აისახება ეს საკითხები პოლიტიკურად და როგორ შეიძლება ოპოზიცია მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას სცადოს. მომდევნო თვეებში მე ვესაუბრე გამოცდილ პოლიტიკურ ანალიტიკოს გილ ჰოფმანს, რომელიც არის უფროსი საარჩევნო ანალიტიკოსი i24 News-ში და ყოფილი პოლიტიკური კორესპონდენტი ჯერუსალემ პოსტში. აქ არის ჩემი საუბარი გილ ჰოფმანთან. გილ, მადლობა რომ შემოგვერთდი. სასიამოვნოა დორან. როგორც ჩანს, შეთანხმება უკვე მაგიდაზია და მელანი ჯერ არ შეშრობია, მაგრამ რას ვიცით რეალურად ამ შეთანხმების შესახებ? ვიცით, რომ ირანი მიიღებს ბევრ ფულს, ისე რომ ბევრი არაფრის გაკეთება მოუწევს. ვიცით, რომ შეთანხმება ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. თუმცა უკვე თვეებია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ, მაგრამ მეორე მხარემ ცეცხლი არ შეწყვიტა. და მაინც იმედის საფუძველი არსებობს. არსებობს პოტენციალი, რომ ომი, რომელიც დაიწყო 7 ოქტომბერს, საბოლოოდ დასრულების გზაზეა და შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებს ბოლოს და ბოლოს ექნებათ ის უსაფრთხოება, რაც სჭირდებათ. და რომ ნეთანიაჰუ შეიძლება საბოლოოდ მიეცეს აღიარება ზავისთვის, რომლის შეჩერებასაც ის სასოწარკვეთილად ცდილობდა. კარგი, ნება მომეცი, დაგისვა კითხვა, გადავიდეთ ამერიკულ პოლიტიკაზე და შენ ხარ პოლიტიკური ანალიტიკოსი ორივე მხარეს ოკეანის. რას ცდილობენ ადამიანები ახლა გაიგონ? როგორ შეძლო პრეზიდენტმა ტრამპმა მოეწერა ხელი ესეთ შეთანხმებას, როცა ის თითქოს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ის აქამდე ამბობდა? და არა მხოლოდ იმას, რასაც ის ამბობდა, არამედ იმასაც, რასაც აკეთებდა, ხომ ასეა? ხალხი ყოველთვის ამბობს, შეხედეთ რას აკეთებს ტრამპი, ნუ უყურებთ იმას, რასაც ის ამბობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა, მაგრამ მან ირანთან ორი ომი აწარმოა. ამერიკული მძიმე შეიარაღება გამოიყენა. ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ, თითქოს ამ მიზნისკენ იყო მიმართული. რა არის ეს? რა პოლიტიკური ძალები აერთიანებს ამ შეთანხმებას?
ბენზინის ფასები ამერიკაში, ხალხი დაღლილია ზედმეტი გადახდით, ხალხი დაღლილია ომით, ხალხი დაღლილია იმით, რომ მათი აზრით ის არ აკენებს ამერიკას პირველ ადგილზე. და მან სცადა აეხსნა, რატო არის ასე, მაგრამ ეს ვერ მიაღწია ხალხამდე. მაშუალედური არჩევნები აქვს წინ. რესპუბლიკელი კანდიდატები, რომლებიც ბალანსზე არიან, სასოწარკვეთილები არიან, რომ ომი არ იყოს მათი კამპანიის მთავარი თემა. მას ეს არჩევნები უნდა მოიგოს. მას სჭირდება, რომ კონგრესის მინიმუმ ერთი პალატა შეინარჩუნოს, რათა თავისი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეფექტური იყოს. იცი, შენ ჩიკაგოში ხარ დაბადებული და ეს არც ისე შორსაა ჩემი მშობლიური დეტროიტიდან. შენ ჩიკაგოში ზიხარ. შენ რესპუბლიკელი ამომრჩეველი ხარ. მოახერხებს თუ არა ის ამის წარმატებად გაკიდვას. გულისხმობ მესმის, რომ ამ ინტერესებით ის თვითმფრინავებსა და ჯარისკაცებს უკან აბრუნებს, მაგრამ ფიქრობ, რომ შეძლებს ამას? პირველ რიგში, ჩიკაგოში რესპუბლიკელი ამომრჩეველი არ არის და ეს ძალიან შორსაა მიჩიგანისგან. შენ იქნებოდი ერთადერთი. მოკლედ, ჩიკაგოელები ყოველთვის ამბობენ, რომ მიჩიგანი შორსაა, მაგრამ ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩიკაგოსთან ახლოს ვართ, როგორც მცირე თავშეკავება. ასე რომ, უნდა გაერთო მესმის, მაგრამ ნახე, ამერიკაში ერთ კვირაში ეს ომი აღარავის ემახსოვრება. ეს მათთვის დიდი ამბავი არ იყო. მხოლოდ შედეგების გამო ჩართეს ტელევიზორი, როცა ომის დროს ამერიკაში ვიყავი. ისინი არ აშუქებენ, რომელი სარაკეტო ობიექტები ირთხამა ირანში. ისინი აშუქებენ ბენზინის ფასებს და მის გავლენას საშუალო ამერიკელზე. ამიტომ, როგორც კი ომი დასრულდება, ეს მათთვის აღარც ფაქტორია და სწორედ ეს სჭირდება ტრამპს. ეხლა მას ექნება შეერთებული შტატების დაარსების 250 წლის იუბილე, რომ იზეიმოს, მიიღოს პოზიტიური სათაურები, იქნებ ისევ გადაატანინოს ხალხს ყურადღება, ცოტათი გაართოს ისინი. სოფლიო ჩემპიონატი მსმენია ხმები, რომ ამერიკაში ფეხბურთის თამაშები ტარდება. მე არ მინახავს ამის რეალური მტკიცებულება და არც ვაპირებ ნახო, მაგრამ ეს რაღაც ხალხს მაინც ასაქმებს. პრეზიდენტს ახლახან ჰქონდა დაბადების დღე. მას პარასკევს ხელმოწერის ცერემონია აქვს. ეცდება თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მსოფლიო მშვიდობა დაამყარა. მიუცეთ ეს უფლება. სინამდვილეში, რაზეც აქ საუბრობთ, ისაა, რომ ამერიკელი ხალხი ირანს პირდაპირ საფრთხედ არ აღიქვამს, ხომ ასეა? გულისხმობ, ისრაელში ჩვენ ყოველ დილით ვიღვიძებთ და ყოველ ღამეს ვიძინებთ იმ შეგრძნებით, რომ ირანი პირდაპირ ჩვენს თავზეა, პირდაპირ დრესაც კი, ხომ ასეა? მაგალითად, გუშინ ღამით დავიძინეთ. ყველანი ვირბენდით, იცით? ვფიქრობდით, როდის მოგვიწევდა თავშესაფარში გაქცევა. და ეს შეიძლება დღეს დილასაც მოხდეს, შეიძლება ხვალაც მოხდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ვფიქრობ სულ ცოტა ხნის წინ, სანამ დავსკდებოდით თქვა, რომ თუ ბირთვულ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, ამას შედეგები მოხვება. ყველაფერი მუდმივად იცვლება. ეს იქ იყო, ხო არ იყო აქ გამოტოვებული შესაძლებლობა, რომელიც შენს აზრით შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, რომ ამერიკელი ხალხისთვის დაგვერწმუნებინა, რომ აქ საფრთხეა. პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის ნახევრისთვის დონალდ ტრამპი არის საფრთხე და ჩვენ მათ ვერ მოვიგებთ. და მეორე ნახევარი, ნახე, მე თვითონაც წავედი ბენზინის ასავსებად და ფასი იყო 469. და ვიფიქრე, დონალდ ტრამპმა მომატყუა. ამიტომ, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ სერიოზულ საკითხებს ჩვენი ისრაელის პერსპექტივიდან. და 25 ივნისის ომმა ბირთვული საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ ომმა ამ საკითხს დიდად არ შეეხო. ამ ომმა მოაგვარა რაკეტური საფრთხის პრობლემა და ის მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს იყო ორი საფრთხე, რომელიც ამერიკამ ასე თუ ისე მოაგვარა და ჩვენ სამუდამოდ მადლიერები ვართ. ეხლა ვინც კი მაღალი მოლოდინი ჰქონდა, რომ დაუყოვნებლივ მოხდებოდა რეჟიმის შეცვლა, ეს არასდროს იყო რეალისტური. და თუ რამე შეიძლებოდა დაწყებულიყო, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, რაც მოხდა გუშინ ღამით, ჩვენი დროით პირველ საათზე, და შემდეგ ფული შემოდის და ირანის ხალხი ამბობს, მოიცადეთ, რატო არ გვხვდება ჩვენ ამ ფულიდან არაფერი. რატომ მიდის ეს ფული მხოლოდ რეჟიმთან, რომელიც შემდეგ მას ჰეზბოლას, ჰამას და სხვებს აძლევს, მაგრამ არა საკუთარ ხალხს. სწორედ მაშინ შეიძლება ისევ დაიწყოს აჯანყება და სწორედ მაშინ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ ხალხი ამას ჯერ ვერ აცნობიერებს. ისინი მხოლოდ იმას უყურებენ, რაც ყოველდღე მათ თავს ხდება და არა ისტორიული პერსპექტივით. როცა ისრაელის რადიოს ვრთავ, ამჟამად მხოლოდ ერთ ამბავს უსმენ. ეს არის ისრაელის არჩევნები და ირანის ომი. ხომ ასეა? ეს ერთი ნარატივია, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო გავრცელებულია ვიდრე ამერიკაში. ჩანს, რომ ეს არჩევნებისთვის გარდამტეხი მომენტი იქნება. ამბობ, რომ ამერიკამ ეს დაივიწყა და მომავალ კვირასაც დაივიწყებს.
ფიქრობთ, რომ ისრაელი ამას დაივიწყებს, თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მომავალ არჩევნებში? კარგი, პირველ რიგში, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ შენარჩუნდება და ჩრდილოეთ ისრაელში მცხოვრები ადამიანები ვერ შეძლებენ ნორმალურად ცხოვრებას, მაშინ ყოველდღე ისაუბრებენ ამაზე, როგორც ისრაელის უსაფრთხოების მარცხზე. და თუ უსაფრთხოება შენარჩუნდება, მაშინ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეძლებს თქვას, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ 7-ვე უსაფრთხოების ფრონტი გაუმჯობესდა და ვერავინ შეედავება მას, თუნდაც არმიის გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც მის წინააღმდეგ იყრის კენჭს. და ისრაელები მართლაც უსაფრთხოებაზე აძლევენ ხმას. ამიტომ ეს შეიძლება მის სასარგებლოდ იმუშაოს. და მეორე მხრივ, თუ ხალხი უსაფრთხოებაზე არ ლაპარაკობს, ისინი ულტრაორთოდოქსების გაწოვის საკითხზე ისაუბრებენ. და ეს ნეთანიაჰუს ძალიან აზიანებს. მას ურჩევნია ომი და მშვიდობა იყოს მთავარი საკითხები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამაზე. გაფართოვდება თუ არა აბრაამის შეთანხმებები. და JNS-ში სხვა საკითხში უკვე ჩახედული ექსპერტებიც ხავთ. ოპოზიცია ამჟამად გაყოფილად გამოიყურება. შეძლებენ თუ არა ისინი გამოიყენონ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებული როგორც ჩანს ბზარი. ასე რომ სწორედ ამას ცდილობენ ისინი დღევანდელი დღიდან. ბენეტი იტყვის, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მას ბევრად უკეთ შეეძლო ამის გაკეთება. და იტყვის, რომ ისრაელს სჭირდება ნამდვილი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი და ნეთანიაჰუს ნაკლებად მემარჯვენედ წარმოაჩენს. სხვათა შორის, სწორედ ეს იმუშავა უნგრეთში. ორბანი ვერ დაამარცხა ვერც ცენტრმა და ვერც მემარცხენეებმა. ამიტომ მათ წამოაყენეს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მის წინააღმდეგ და ეს გაამართლა. ეს ბენეტის სტრატეგიის ნაწილია. ხოლო აიზენკოტი ამბობს, რომ უპირატესობა თითქოს ის იყო, რომ ნეთანიაჰუს შეეძლო სოფლიო ლიდერებთან საუბარი. და აშკარად ეს არ იმუშავა, თუ ტრამპი მას აგინებს. შეიძლება უფრო მოკრძალებული ლიდერი გჭირდებათ, რომელიც შეიძლება სრულყოფილ ინგლისურად არ ლაპარაკობდეს, მაგრამ უსაფრთხოების გამოცდილება აქვს. და შემდეგ მან აღნიშნა, რომ არის სიტყვები, რომლებიც მისი აზრით ინგლისურად უკეთ იცის ვიდრე ნეთანიაჰუმ. მაგალითად ისეთი სიტყვები, როგორიცაა პასუხისმგებლობა. და ეს არის ის, რასაც აიზენკოტი შეიძლება ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამოიყენოს. ეს პროცესი 4 თვე გაგრძელდება, საკმაოდ საინტერესო იქნება. გულისხმობ ეს ოპოზიციის ფუფუნებას გავს, არა? მუდმივად მესმის, რომ ამბობენ, უკეთესად შეგვეძლო გაკეთებაო. ჩემი კითხვა იქნებოდა, კარგი, სამხედრო თვალსაზრისით რა შეეძლოთ უკეთ გაეკეთებინათ? და თუ, ესე ვთქვათ, უკეთესად გააკეთებდნენ, მაშინ როგორ შეუძლიათ თქვან, რომ აწუხებთ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებს იყენებს ისრაელის ლიდერების მიმართ? ანუ მიჭირს დავიჯერო, რომ ბევრი ადამიანი დამოუკიდებელ ქმედებებს განახორციელებდა. მაგალითად, რაც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გააკეთა რაფაში წასვლასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, მგონი აიზენკოტი ამის წინააღმდეგი იყო, ხო ასეა? და რატო იყო ამის წინააღმდეგი, შეგვახსენეთ? ბაიდენი ამის წინააღმდეგი იყო. მას არ უნდოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ურთიერთობის დაკარგვა. ეს მაშინ დიდი ამბავი იყო. და პრეზიდენტს სურდა აფაში შესვლა შეჩერებულიყო. პრეზიდენტს მაშინ ომის დასრულებაც სურდა თავისი შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. მაგრამ რომ ეს მომხდარიყო, მაშინ სინვარი ფავისუფლად ივლიდა. ძალიანაც შესაძლებელია. მაგრამ ნეთანიაჰუს ყოველთვის ექნება შუბზე 7 ოქტომბრის ეს ნაიარევი. ის იყო პასუხისმგებელი ადამიანი და საბოლოო პასუხისმგებლობა მას ეკისრება. და ეს არის ის, რაც ბენეტმაც, აიზენკოტმაც, ყველა ლიბერმანმა და სხვაებმა შეიძლება თქვა, რომ ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაში. ნეთანიაჰუ იყო ხელისუფლებაში. თავდაცვის სტრუქტურისა და სადაზვერვო სააგენტოების ყველა სხვადასხვა ლიდერმა თავისი ფასი გადაიხადა და მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ნეთანიაჰუს არ გადაუხდია. დრო მოვიდა. ეს მათი პოზიცია იქნება. როდის ნაფტალი ბენეტს რომ უყურებ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მგონი 2022 წელი იყო, და აიზენკოტი, რომელიც გენერალური შტაბის უფროსი იყო 2019 წლამდე, ის ფაქტობრივად მიიჩნევა იმად, ვინც შეამცირა არმია, ხომ ასეა? შექმნა პატარა, ესე ვთქვათ, პატარა და ჭკვიანი არმია, რაც აიზენკოტის დამსახურებაა. ისრაელის მოსახლეობა, ანუ ჩვენ ასე ჩართული ვართ სამხედრო სფეროში, ხო ასეა? ჩვენგან ძალიან ბევრი რეზერვში მსახურობს. ნუ თუ ისინი უფრო ღრმად არ ჩაუღრმავდებიან და არ გაანალიზებენ. როგორ ფიქრობთ? თქვენ ხო პოლიტიკური ანალიტიკოსი ხართ აქ? აიზენკოტის ოპონენტები ყველაფერს იპოვიან, რაც მან მაშინ თქვა და რაც ეხლა უკან მოხედვისას აბსურდულად ჩანს და შეეცდებიან წარმოაჩინონ იგი როგორც ადამიანი, რომელმაც შტაბის უფროსის პოსტზე შეცდომები დაუშვა, რამაც მოგვიანებით პრობლემები გამოიწვია. ეს უფრო რთული იქნება, რადგან ეს აშკარა აფეთქება არ არის. 7 ოქტომბერს ნეთანიაჰუ იყო ხელისუფლებაში. აქ 1+1 1+1 უნდა შეკრიბა.
შეუძლიათ თუ არა ამის გაკეთება. ამას დრო დასჭირდება. მისი უსაფრთხოების ავტორიტეტის შერყევა ადვილი არ იქნება. ამისთვის 4 თვე აქვს, მაგრამ ეს მსოფლიოში ყველაზე მარტივი საქმე არ არის. ხო იცი, ყველა გენერალურმა შტაბის უფროსმა დაუშვა შეცდომები და განცმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამდენ ხანს მაინც გაძლო. და ცხადია, იაირ ბარაკმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ასე რომ, ეს რისკიანია, მაგრამ ისინი მაინც ცდიან. კარგი, ერთი ბოლო კითხვა. Eisenkat's rating app-ში ძალიან მაგალი მაჩვენებლები აქვს. არ ვარ დარწმუნებული ბოლო მონაცემებით მას აქვს, არ ვიცი, 18 თუ 20 მე-12 არხზე და უფრო მაღლა თუ 24-ის გამოკითხვებს შეხედავ, მას ბენეტზე 5-ით მეტი მანდატი აქვს. კარგი, ესე რომ უმეტესობა სვამს კითხვას. და მოკლედ რომ ვთქვათ, უმეტესობა სვამს კითხვას, რატომ არის ეს ადამიანი, რომელიც ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს, რომელიც ძალიან ჩუმია ებრაულშიც, ხმაურიანი ადამიანი არ არის. ან გონია რომ Eisenkot's ოდესმე კონდეს ნათქვამი ისეთი რამ, რასაც ხალხი იმეორებს, ან რომელზეც შეიძლება თქვა რომ ესაა ვაუ, განცხადება. რას მივაცეროთ ეს? თორონ თუ ისრაელელებს კითხავ, ვინ იყო მათი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი ისტორიაში, ყოველთვის მენახემ ბეგინი იმარჯვებს. და მიზეზი არ არის ის, რომ ის მემარჯვენე იყო, ან რომ ამერიკას დაუპირისპირდა. მიზეზი ის არის, რომ ის მოგძალებული იყო და არავინ უწოდებს ნეთანიაჰუს მოგძალებულს. ასე რომ თუ მათ სურთ ანტიბიბი, ეს არის გაი აიზენკოტი. ის უბრალო ბიჭია. ის იყო თუ ის ეილათიდან, ან თიბერიადან, განვითარების ქალაქებიდანა, ის მაროკოდანა. სეპარდი პრემიერ-მინისტრი ჯერ არ ყოფილა, მან ამ ომში შვილი და 2 დიშვილი დაკარგა. და იცი რა, სინამდვილეში ის მართლაც კარგად ესმის მსოფლიოს. თუნდაც მისი ინგლისური, არც დედოფლის ინგლისური იყოს და არც ნეთანიაჰუს ინგლისური. ერთხელ ნეთანიაჰუ მითხრა. ამას ინგლისურად გეტყვი და არა ებრაულად, იმიტომ რომ ჩემი ინგლისური შენსაზე უკეთესია. მან 1 წელი დაისვენა მას შემდეგ, რაც შტაბის უფროსად მსახურობდა და ვაშინგტონის ინსტიტუტში მუშაობდა დენის როსთან და დევიდ მაკოვსკისთან ერთად. და მათ მითხრეს აიზენკოტის წასვლის შემდეგ, ჩვენთან ამ ანალიტიკურ ცენტრში ბევრი გენერალი ყოფილა. ის ყველაზე ჭკვიანი იყო, ვინც კი ყოლია. და ეს ბევრს ნიშნავს. საინტერესოა, ბოლო კითხვა. არის რაიმე შანსი, რომ Eisenkot პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან კოალიციაში შევიდეს? არა. ნეთანიაჰუ თუ მკითხავთ, შეიძლება თუ არა, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ ლიკუდთან ნეთანიაჰუს შემდეგ ეპოქაში. იქნება ეს 20 წელში, 30 წელში, ან იქნება სულ რაღაც 5 წელიწადში, როცა ის 80 წლის გახდება და შესაბამისად უკვე საკმარისად მოხუცი იქნება, რომ აშეთეშის პრეზიდენტად იყაროს კენჭი. თუ იქ კანონებს შეცვლიან, რომ ამერიკაში დაბადებული უნდა იყო, პატარა კანონია ეგ. ნეთანიაჰუს შემდეგ ეპოქაში იქნება ბევრი კოალიცია, სადაც ცენტრისტული, მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები გაერთიანდებიან და ულტრაორთოდოქსებსა და არაბებს გარეთ ატოვებენ. მაგრამ სანამ ნეთანიაჰუ იქ არის, პოლიტიკურ სისტემას პიროვნებაზეა დამყარებული. და იმდენი ქნესეთის წევრია, ვისაც ეს ადამიანი ზულს, რომ სწორედ ეს იწვევს პოლიტიკურ ჩიხს. და სწორედ ამიტომ ამჟამინდელი სოციოლოგიური გამოკითხვები მიუთითებს, რომ 1-ზე მეტი არჩევნები გვექნება. შეიძლება 2 კონდეს, შეიძლება 3, შეიძლება 5-იც კი, როგორც 2019-დან 2022 წლამდე ქონდა. თუ ვინმე არ მოისურვებს მანსურ აბასის მომდევნო ჰერცლად წარმოჩენას, ჩვენ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებით და არავინ წავა კომპრომისზე. ასე რომ ეს მე ვიქნები. სხვა კუთხით მინდა შევხედო. იცი, დღეს დილით მირეკავდნენ ადამიანები. რას ფიქრობ შეთანხმებაზე? მესიჯებს ვიღებდი. და უთხარი, ნახე, ხაღალზე შეთანხმება ისრაელს ძალიან დაუცველად ტოვებს. იცი, თუ ლიბანი მართლაც ჩართულია ამ შეთანხმებაში, ისრაელის ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული. ჰეზბოლა აგრძელებს ბრძოლას და ბრაკეტებს გვესვრის. ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სადღაც შუაშია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, იქნება თუ არა ირანისთვის თანხების გადათავისუფლება. შეთანხმებაში წერია ირანის აღდგენაზე უზარმაზარი თანხებით, როგორც წავიკითხე. მაგრამ მეორეს მხრივ თქვი და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამაზე. იქნება ეს ისრაელისთვის კუთხევა. რადგან ეს კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება თეორიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ძალიან ერთგულად ემხრობა, ანუ ისრაელის დამოკიდებულების შემცირებას შეერთებულ შტატებზე. თუ ამას ვამბობთ და მართლა მაინტერესებს რა სიტყვით, ხედავ თქვენს რეაქციას, აქ პასუხს ველოდები. მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ეს არის ყველაზე პროისრაელი პრეზიდენტი, რომელიც ოდესმე ყოფილა თეთრ სახლში, იცით ეს ერთი კვირის წინაც ვთქვით, ასე რომ ახლაც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, ოდესმე ყოფილა თეთრ სახლში. და ჩანს, რომ ამერიკის ინტერესები აქ ეჯახება ისრაელის ინტერესებს.
განა ეს არ არის საბოლოო წერტილი, რომ თქვათ, კარგი, თუ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტ ტრამპთან ვიღებთ, რა გველის მომავალში. ეხლა უნდა შევიტანოთ სერიოზული ცვლილება. მაშასე დორონ, ნახე რა მოხდა, როცა ნეთანიაჰუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰეზბოლას თავდასხმაზე ისრაელის ჩრდილოეთში ბეირუთში შეტევით პასუხობდა. ნახე როგორ არ გააკრიტიკა მას პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. როგორც ობამამ, ასევე კლინტონმა ნეთანიაჰუს პირადად აგინეს, მაგრამ არა ისრაელის საღამოს ახალ ამბებში ისე, როგორც ტრამპმა გააკეთა. და ნეთანიაჰუმ თუ რამე დაამტკიცა, რომ ისრაელი ამერიკის უფრო დიდი ვასალია, ვიდრე ოდესმე. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მან საპასუხო დარტყმა მიაყენა, ამის გამო ძალიან მძიმედ დაარტყეს. მან საკუთარი რეპუტაცია დააზიანა, როგორც პოლიტიკაში გამოჩენილმა ფიგურამ და როგორც მსოფლიოთან საუბრის ექსპერტმა. ამისთვის მან ფასი გადაიხადა და შესაძლოა ისრაელმაც გადაიხადა ამისთვის ფასი. და რა მოხდება შემდეგ კვირას, როცა ისინი დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. დაუბრუნებთ თუ არა ცეცხლს. როგორ ახერხება ამას, როცა ეს ყველაფერი გადაიტანე? თქვენს კითხვაზე პასუხია, რომ ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა. ნებართვით გითხავთ, რადგან ეს უკვე გამუდმებული მოვლენაა, რომელსაც ბოლო 2 კვირა ვაკვირდებით, როცა პრეზიდენტი პირდაპირ აკეთებს კომენტარებს, იყენებს უხამს სიტყვებს ჩემს ეთერში და თქვენ გაქვთ ყველა ეს სიმბოლო. მეორე მხრივ, რა უნდა გააკეთოს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა? ანუ მას შეუძლია ან არ უპასუხოს და არ ჰქონდეს შეკავების ძალა ჰეზბოლას წინააღმდეგ, ან უპასუხოს. და სწორედ ამას გულისხმობ. ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში გაღიზიანებულია, რომ ყველაფერი მის სურვილზე არ მიდის. მაგრამ თუ ისრაელი საერთოდ არ უპასუხებს, ჩანს რომ შეიძლება უბრალოდ მიგვატოვონ. აი ეს მაინტერესებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრობა საშინელი სამუშაოა. გასაკვირია, რამდენ ადამიანს უნდა ეს თანამდებობა, როცა ხედავენ რას გადის ნეთანიაჰუ ახლა. და მაინც ბენეტი და აიზენკოტი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავიანთი გზით მოიპოვონ ეს უმადური თანამდებობა, რომელიც მუდმივად გაყენებს რთულ მდგომარეობაში. იმის მიხედვით, რასაც ამბობთ, თუ ჩაუღრმავდები ისრაელის თვითკმარობის საკითხს და გავითვალისწინებ, სად არის დღეს ამერიკა, ვიცი რომ თქვენ ამერიკას ჩემზე უკეთ იცნობთ. ამერიკელები რესპუბლიკური პარტია დღეს სურთ ისრაელის მხარდაჭერა. თუ ისინი უფრო იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ ისრაელი დამოუკიდებელი იყოს. რესპუბლიკური პარტია აღარ არის ის, რაც ადრე იყო. რესპუბლიკურ პარტიაში ახლა მრავალი ხმაა. როცა ტაკერ კარლსონი ერთ მხარეს უკიდურესობას წარმოადგენს, ეს მარკო რუბიოს, რომელიც ტრადიციული რესპუბლიკელია, ასეთად აჩენს. რესპუბლიკური ხმა მეორე მხარეს უკიდურესად ჩანს. ამიტომ JD Vance შუაში მოუწევს პოზიციის დაკავება და საუბარი იმაზე, რომ ამერიკისთვის ლეგიტიმურია მიიღოს გადაწყვეტილებები, ვეტილებები, რომლებიც ამერიკის ინტერესებშია და არა ისრაელის ინტერესებში. და როცა ვიცე-პრეზიდენტისგან ამას ისმენ, როგორც ისრაელელი, ეს უბრალოდ შოკის მონგრელა ჭრებს. თითქოს რატომ არავინ გმობს მას ამის თქმისთვის? რატო არის ეს მისაღები? მაგრამ ფიქრობ, რომ ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც მან თქვა. და ამიტომ რესპუბლიკური პარტია ბევრ სხვადასხვა მიმართულებით იშლება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ტრამპის ეპოქა დასრულდება და ისრაელმა ამისთვის მზად უნდა იყოს. ისრაელმა უნდა მოემზადოს იმ რთული წლებისთვის, რომლებიც მოყვება. ეს ძალიან კარგი შენიშვნა. მინდა კონკრეტულ სექტორზე ვისაუბრო ისრაელის მოსახლეობაში, რომელსაც არც ჩემს პოდკასტში და არც ზოგადად დიდ ყურადღებას არ უთმობენ. ეს არის ისრაელის ინგლისურად მოსაუბრე სექტორი, რომლის ნაწილიც ორივე ვართ, მე და შენ. პოლიტიკურად შეგიძლია გააკეთო ანალიზი, სად დგას ეს მოსახლეობა და რა ტენდენციები აქვთ. გულისხმობ, შეგვიძლია ფრანგებზეც ვილაპარაკოთ, შეგვიძლია რუსებზეც. რა არის მნიშვნელოვანი ამ მოსახლეობისთვის და რას ისმენ მათგან? ამ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ისრაელი უცხოეთში. ინგლისურენოვანი მოსახლეობა უკეთესად ესმის, ვიდრე ვინმეს ამჟამინდელ ისრაელის მთავრობას, თუ რამდენად ცუდად გამოვიყურებით ახლა უცხოეთში და რომ ამის გამოსწორება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. თუ სამხედრო კუთხით ცეცხლის შეწყვეტა იქნება, მაშინ მედია სივრცე ერთადერთი დარჩენილი ბრძოლის ველია. და ამ ომში ჩვენ ვართ. ჩვენ ან საერთაშორისო გარიყულება დაგვხედავენ როგორც აპარტეიდის სამხრეთ აფრიკას სამუდამოდ, ან როგორც მსოფლიოს მხსნელებს ისლამისტი ფუნდამენტალისტების, ბირთვული იარაღის და გენოციდური ტერორისტებისგან. ამიტომ ინგლისურენოვანები შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა მხარეს იყვნენ, ბევრ პარტიაში ინგლისურენოვანი, მშობლიური ინგლისურის მქონე კანდიდატები აურჩევიათ, მაგრამ ამ საკითხში მე მჯერა, რომ ისინი ერთიანები არიან.
და ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია სასოწარკვეთილია და საჭიროა, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, მას ეს მთავარი პრიორიტეტი უნდა დაუდგინონ. ასე უნდა იყოს. გილ, მინდა მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის, პოდკასტში მონაწილეობისა და შენი პოლიტიკური ხედვების გაზიარებისთვის. საინტერესო იქნება ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი მომდევნო რამდენიმე თვეში. სასიამოვნო იყო შენ გადაცემაში სტუმრობა. გმადლობ, გილი. ეს იყო გილ ჰოფმანი. ეხლა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა გილის ანალიზს, ეს დისკუსია აჩვენებს იმ პოლიტიკურ დებატებს, რომლებიც სავარაუდოდ დომინანტური იქნება ისრაელის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომდევნო თვეების განმავლობაში. თუმცა, ერთი ფაქტის იგნორირება რთულია. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ირანის საფრთხეზე აფრთხილებდა ბევრად ადრე ვიდრე ეს მოდური გახდებოდა. ბევრად ადრე ვიდრე ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრში აღმოჩნდებოდა. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამტკიცებდა, რომ ბირთვული ირანი ფუნდამენტურად დაემუქრებოდა ისრაელს, ახლო აღმოსავლეთს და თავისუფალი სამყაროს დიდ ნაწილს. და განსხვავებით ბევრი სხვებისგან, ვინც უბრალოდ საუბრობდა საფრთხეზე, მან იმოქმედა. დღეს ისრაელი ახლო აღმოსავლეთის მხოლოდ 1%-ის 1/3-ს იკავებს. ეს არის ახლო აღმოსავლეთის 300-დან 1 ნაწილი. თუმცა შეერთებულ შტატებთან ერთად მან ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. მისი მთავარი პროქსიები დაასუსტა და აჩვენა შესაძლებლობები, რომლებიც ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მაგრამ ამბავი არ დასრულებულა. ირანის ბირთვული ამბიციები არ გამქრალა. მისი რეგიონული ქსელი კვლავ საშიშია. და სანამ ირანს ბირთვული იარაღამდე მისასვლელი გზა ექნება და შესაძლოა სანამ მოქმედი რეჟიმი ძალაუფლებაში დარჩება, ბნელი ღრუბელი კვლავ დაეფარება ისრაელს და რეგიონს. ეს კითხვები ამ შეთანხმების შემდეგ არ გაქრება. ისინი დარჩება ისრაელის პოლიტიკის, ისრაელის უსაფრთხოების და ისრაელისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის ცენტრში მომდევნო თვეებისა და სავარაუდოდ წლების განმავლობაში. როდესაც ისრაელები განიხილავენ მომავალს და საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებებს საარჩევნო კუთთან, ამ საკითხებს სლოგანებზე მეტი ეკუთვნით. მათ სჭირდებათ ფაქტები და ფაქტების გადამოწმება. ამ საკითხებს სჭირდებათ ყურადღებით შესწავლა და სჭირდებათ ლიდერები, რომელთა პოზიციები და განსჯა გამოცდილია ყველაზე რთულ გარემოებებში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ისრაელის წინაშე მდგარი გამოწვევები იმდენად სერიოზულია, რომ ამაზე ნაკლები საკმარისი ვერ იქნება. გმადლობთ, რომ შემომიერთდით და მომავალ ჯერზე კვლავ გნახავთ True East-ის პოდკასტში. გმადლობთ.